New York Times-ის ცნობით, რუსეთი ერთდროულად 5 მიმართულებით აწარმოებს შეტევას. ეს ყველაზე საშიში სიტუაციაა ომის დაწყებიდან. საქმე ეხება ავდეევკის, მაროინსკის, რობოტინსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. რუსეთმა თავი მოუყარა 40,000 სამხედროს მარიუპოლის რაიონში და 100,000-მდე კუპიანსკისა და ლიმანის რაიონებში. რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, რომელიც მათ კონტრშეტევის დროს მოიპოვეს 2022-23 წლებში, აღნიშნავს გამოცემა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აღარ იქნება უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი, თუ ის არ უზრუნველყოფს დახმარების პაკეტს. მან ამერიკის დახმარებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კონგრესის პოზიტიურ გადაწყვეტილებაზე. ეს პაკეტი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ არ განვიხილავთ ალტერნატივას, რადგან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს, როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, დარჩება კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად. თუ ჩვენ საუბრობთ ალტერნატივაზე, ესე იგი ის არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მე არც განვიხილავ სხვა ალტერნატივას, განაცხადა ზელენსკიმ. ჟურნალისტმა და New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა ჯონ ვაროლიმ კი განაცხადა, რომ ამერიკული ელიტის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა რუსეთის დაჯოქება ყველა საშუალებით. მათი სურვილი არა უკრაინის დახმარება, არამედ მისი განადგურებაა. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ცარიელი უკრაინა, ჩვენ არ გვინდა უკრაინა ხალხით, თქვა ვაროლიმ. ფინეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის თავის ტერიტორიაზე განთავსებას. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორბომ პოლონურ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ეს არ არის აუცილებელი, რადგან ნატო თვითონ უზრუნველყოფს ბირთვულ შეკავებას, თქვა ორბომ. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისია სხვა ქვეყნებში განლაგებული ბირთვული იარაღი. ავსტრალიის პარლამენტმა დიდ ბრიტანეთს მოუწოდა გაათავისუფლოს ჟულიან ასანჟი და მას ავსტრალიაში დაბრუნების საშუალება მისცეს. მისი ადვოკატის ჯენ რობინსონის თქმით, ავსტრალიის პარლამენტის მხრიდან ეს იყო ასანჟის უპრეცედენტო მხარდაჭერა. დიდ ბრიტანეთში 20-21 თებერვალს გაიმართება მოსმენები, რის შედეგადაც გადაწყდება შეუძლია თუ არა ჟულიან ასანჟს გააგრძელოს გასაჩივრება ბრიტანეთში, ან დაიწყება თუ არა მისი ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რობინსონმა აღნიშნა, რომ მეორე შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი შედეგი გარანტირებული არ არის. ამერიკის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ლოურენსი ოლკერსონმა დიალოგ ორგთან ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ ზულს 2 მილიონ ადამიანზე მეტ შეერთებული შტატები. მე ვთვლი, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ თვითონ ვზრდით მსოფლიოს ძალას, რომელიც ჩვენზე შურს იძიებს. გადახედეთ ჩვენი სანქციების ქვეშ მყოფ იმ 2 თუ 3 მილიარდ ადამიანს, ზოგი მათგანი მთელი ცხოვრების მანძილზე იმყოფებიან ამ სანქციების ქვეშ. პრაქტიკულად ბლოკადის პირობებში არსებობენ. არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ნახევარიან მეოთხედი საუკუნის მანძილზე იმყოფებიან ჩვენი სანქციების ქვეშ. 2 მილიარდზე მეტ ადამიანს სულით ხორცამდე ვეზისხებით, თქვა ლოურენს ოლკერსონმა. სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლუბოს ბლაჰამ ჟურნალისტები გააკრიტიკა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ უცნაურია, რომ მთელი დასავლეთი მხიარულად ატრიალებს შეთქმულების თეორიებს. როდესაც ჯერ მისი გარდაცვალება გამოძიებულიც კი არ არის. პუტინს ნამდვილად არ სჭირდებოდა მისი სიკვდილი. ნავალნი 10 წლეულების მანძილზე ციხეში უნდა ყოფილიყო. ოფიციალური მონაცემებით, მისი გარდაცვალების მიზეზი სისხლის შედედება გახდა. სხვა არაფერი არ ვიცით, საქმეს იძიებენ. დანარჩენი ყველაფერი შეთქმულებაა. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ არ ვაპირებ ნავალნის გამო მთელი ღამე ტირილს, როცა ღაზაში 1000-ობით ბავშვი იღუპება და მედიას ეს სულაც არ აინტერესებს. ისინი ახლა მთელი კვირა ამ ამერიკის აგენტზე ისაუბრებენ. უმჯობესია ისინი ახლა დააკვირდნენ იმას, თუ რას უზამენ ბრიტანელები და ამერიკელები ჟულიან ასანჟს, რომელიც ამ დიდებულ დასავლეთში სიკვდილის პირას იმყოფება, რომელიც ამაყობს სიტყვის თავისუფლებით და ჟურნალისტების დაცვით.
გაიხსენონ როგორ გაჩუმდნენ ჟურნალისტები, როდესაც უკრაინის ციხეში ამერიკელი ჟურნალისტი გონსალო ლირა გარდაიცვალა, რომელიც ზელენსკის აკრიტიკებდა. მათ არც კი ახსოვთ ეს ამბავი და ისინი დღეს მორალს გვიკითხავენ ნავალნის სიკვდილზე, ისევ და ისევ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანი კვდება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს არის თვალთმაქსობა, თქვა ლუბოს პლაჰა. CNN-მა საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა ამერიკული დაზვერვის ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით. ჟურნალისტების ცნობით, რუსეთი ამუშავებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, ელექტრომაგნიტური იმპულსით ნატოს თანამგზავრთან საბრძოლველად. ელექტრომაგნიტური იმპულსი აუცილებლად არ ქმნის ბირთვულ აფეთქებას. ის შეიძლება გენერატორმაც წარმოქმნას, რომლის კვების წყარო საბორტო ატომური რეაქტორია. ამ შემთხვევაში ეს არ არღოს 196 წლის მოლაპარაკებას, რომელიც კრძალავს იქ მასობრივი განადგურების იარაღის განლაგებას. ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოყენებას შეუძლიან გრევის გარეშე მოწინააღმდეგის თანამგზავრის აპარატურის დაწვა. ეს ნაწილობრივ გადაწყვეტავს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას კოსმოსში, როდესაც განადგურებულ კოსმოსურ აპარატს შეუძლია ჯაჭვური რეაქცია ჰქონდეს. თუმცა ასეთი პროექტი არსებობს ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან. მათ პრაქტიკულ რეალიზაციამდე არც ერთი კოსმოსური ქვეყანა არ მისულა. თუმცა არსებობს ვერსია, რომ ბოლო ხანს რუსეთმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია, რამაც ასეთი მწვავე რეაქცია გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაციაა იმის, რომ კოსმოსი ხდება კიდევ ერთი საბრძოლო ველი, რომლის წარმატება შეიძლება მიაღწიონ მხოლოდ კოსმოსური პროგრამების მრავალმხრივი განვითარებით, თანამგზავრების გლობალური კავშირიდან ორბიტალური ინფრასტრუქტურის პილოტაჟით. სადამდე წავლენ, რომ შემაჩერონ, დაწერა ილონ მასკმა X-ზე. მისი თქმით, ამერიკელ საზოგადოებას არ ესმის ამერიკის სახელმწიფო ცენზურის გავლენის. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან დევიდ საქსის სიტყვებს, რომელმაც დაწერა, რომ ბედნიერია ამერიკაში ცხოვრებით, სადაც არის სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკური დევნის გარეშე თავისუფლება მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები ყოველდღიურად ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ამ ყველაფერს. მასკმა აღნიშნა, რომ მის კომპანიაზე მიიტანეს უმოწყალო შეტევა მას მერე, რაც მან ცენზურა მოხსნა სოცქსელი X-დან. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აპირებს შეინარჩუნოს თავისი პოზიცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ანტირუსული სანქციების შეწყვეტის შესახებ. როდესაც უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, მე ვთქვი, რომ არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ჩვენ მაშინ გადავწყვეტეთ სახელმწიფო დონეზე გაგვიანალიზებინა კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოზიცია არ არის სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცის, რას ნიშნავს, რომ სანქციებს გიწესებენ, თქვა ვუჩიჩმა.